ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილობრივი მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის მთავრობას ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლაშია დანაშაულებს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. სუსტად იმავე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკაში მოათავსეს მისი დაცვის 2 წევრიც. როგორც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, გერმანიაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების თანახმად ბჟანია მოწამლეს. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 21 ივლისისთვის დანიშნული ეგრეთ წოდებული არჩევნების გადატანას ითხოვდნენ. სოხუმის ქუჩებში მობილიზებული იყო საოკუპაციო რეჟიმის გასამხედროებული ფორმირებები, გადაკეტილი იყო სოფელ ბზიფის და ტამიშის გზები, შეწყვეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. ვითარება დაძაბული და ბოლო პერიოდისთვის უჩვეულოც კი იყო. მოსახლეობის მხრიდან პირდაპირი უკმაყოფილება და პროტესტი ისმოდა. მე ვფიქრობ, რომ ტოტალური ქაოსისკენ მივექანებით. ჩვენ ყველაფერი გვინახავს ამ 25 წლის განმავლობაში, ომის შემდეგ, მაგრამ რაც ამ ბოლო წლებში ხდება, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გარშემორტყმულია ბანდიტებით. სხვადასხვა რანგის ბანდიტები შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. ის, რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ, გვიჩვენებს, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წამს გამოვიდეს კონტროლიდან და ვერავინ ვერ შეძლებს მის მართვას. თქვენ ხედავთ კბილებამდე შეიარაღებულ ნიღბიან ომონელებს, როგორც კი გამოჩნდნენ ისინი ჩვენი ხალხი აღშფოთდა და მე ვხედავდი ამ ყველაფერს. სიტუაცია არის უსაშინლესი. ყველა არის აღშფოთებული, რომ არა მარტო ბჟანიას, არამედ აფხაზი პოლიტიკოსების განადგურების ტენდენცია შეიმჩნევა. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დღეს აფხაზეთში რევოლუციური სიტუაციაა. ყველა ვინც განვითარებულია და აფხაზეთი დატოვა უკან არ დაბრუნდება, რადგან მას აუცილებლად მოწამლავენ. როგორ უნდა დავუჯერო ამ ხელისუფლებას, როცა ჩვენ თანასოფლელს გია მალანძიას კლავენ, ჩვენს თვალწინ, მოკლეს როგორც ბებერი ძაღლი და გადააგდეს. ის ხელისუფლება მოკლა. ამ მთავრობაში არიან ბანდიტები, რომლებიც ჰალსტუხებით დადიან. აი, ვინაა ჩვენი ხელისუფლება? ჩვენ ვდგავართ უფსკრულის პირას, გადავიჩეხებით და აფხაზეთი პრაქტიკულად არ იარსებებს. შეიძლება ითქვას, რომ უმოქმედო სახელმწიფო გვაქვს პრეზიდენტის თაოსნობით. მე მწვენია ხაჯიმბას პრეზიდენტი დაუძახო, რადგან მე აფხაზი ვარ, რომელსაც უდიდესი ტრადიციები მაქვს. ეს ყველაფერი წაიშალა. მხოლოდ თანამდებობა უნდა და იმისათვის, რომ ჩასხდნენ სავარძლებში, მზად არიან მოკლან ყველა, ვინც შეეწინააღმდეგებათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ, უნდა ვიბრძოლოთ. მე ვფიქრობ, ყველა მომავალ კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს ის, იგივე ბედიელის. ხალხი უკვე უნდობლობას უცხადებს ხელისუფლებას. დღეს ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, ყველა ხელისუფლებას ადანაშაულებს. აფხაზეთს კორუმპირებულები მართავენ, მილიონობით კრედიტს იღებენ სახელმწიფო პირები, აშენებენ სასტუმროებს 200-300 მილიონიანს. ეს ხომ ჩვენი და ჩვენი ბავშვების ფულია. იმდენი ნარკოტიკია აფხაზეთში, ამდენი რაც ახლაა არასოდეს ყოფილა. ჩვენ როგორც უბიხები ისე გავქრებით, იმიტომ რომ საერთოდ არაა შობადობა. ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. პატივისცემა უფროსის, უმცროსის. სიტუაცია ძალიან კრიტიკულია. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესები რუსეთიდან იმართება და ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს კრემლის ნამდვილ დამოკიდებულებას აფხაზებისა და მათი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობისადმი. მათი შეფასებით ამ მოვლენებში ერთადერთი ჯანსაღი საზოგადოების რეაქციაა. მისასალმებელია ესეთი აქტივობა და ხალხის რეაქცია. ყველანაირი პოლიტიკური ქმედება, რომელიც არის დაგეგმილი ოკუპირებულ აფხაზეთში და განსაკუთრებით ჩვენ დავაკავშირეთ ამას დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არის არალეგიტიმური. რუსეთი ცდილობს, რომ აი ამ რეჟიმის პირობებში გაუკეთოს ლეგიტიმაცია თავის უკანონო და არალეგიტიმურ ქმედებებს, რომელიც ასევე უკავშირდება ეთნიკურ წმენდას და ოკუპაციას. ვითარება აფხაზეთში ძალიან რთულია. თვითონ ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობისადმი, თვით აფხაზი ერისადმი. ამ შემთხვევაში აი ამ ასლან ბჟანიას ბედი იქ ბევრმა იცის ამის შესახებ, რომ შეიძლება ნებისმიერმა აფხაზმა გაიზიაროს. თელმა ერმა გაიზიაროს. აი ეს არის აქ პრობლემა, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებაში მსჯელობენ, ბევრ საუბრობენ ამაზე, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ვერ ბედავს, ღიად თქვას, რომ ის არის მოწამლული. კი, ლაპარაკობენ ცალკეული პიროვნებები, მაგრამ მაინც ჯერჯერობით ერიდებათ, თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გერმანიიდან მოვიდა დასკვნა, რომ ის ნამდვილად არის მოწამლული, აქ უკვე ყოველგვარი ეჭვები არის გაფანტული. ახლა ვიცით რა აფხაზთა ბუნება, მათი ხასიათი, მენტალიტეტი, ზნეჩვეულებები და ასე შემდეგ.
ეს კარგად არ დამთავრდება და ისე იოლად ეს არ ჩაივლის იმათთვის, ვინც ჩაიფიქრა და ვინც დაგეგმა აი ეს ტერორი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა დავაჩქაროთ შერიგების პროცესი, უნდა დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი, იმიტომ რომ რას გვიმზადებს ოკუპანტი, როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. და ჩვენ თუ არ შევრიგდით, თუ არ შევთანხმდით, თუ არ დავალაგეთ ურთიერთობა, მაშინ ალბათ გველის ბევრად უფრო მძიმე დღეები, ვიდრე გვაქვს დღეს. აშკარად ვხედავთ იმედგაცრუებას აი ამ ხელისუფლებაზე, ოკუპანტებზე ზოგადად. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მართლა დამოუკიდებლობისთვის არ მიუნიჭებია მოსკოვს აფხაზებისთვის. კრემლის ნამდვილი მიზნები მათთვის არის ძალიან კარგად ცნობილი და აი ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააფიქრა აფხაზური საზოგადოება. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ და ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას ოჯახი ეგრეთ წოდებულ არჩევნების ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ამ დროისთვის იგი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას შეძლებს. ფაქტია, მდგომარეობა აფხაზეთში ძალიან მძიმეა და როგორ და რამდენ ხანს გასტანს ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებები უცნობია.